სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. არის და იყოს. დღეს არის ხსენება ყოველთა წმინდათა. ყველა წმინდანის ხსენებაა, ვისაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ძველი აღთქმის მართლებით დაწყებული და დღევანდელი ახალ მოწამეებით დამთავრებული. ოღონდ არ არის დამთავრებული, იმიტომ რომ გრძელდება ეს აღსარებლობა და როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ მოწამეობაზე, ქართულ ენაზე ძირითადად ისმის ხოლმე მოწამეობაში იგულისხმება ტანჯვა. ოღონდ ტანჯვა ეს არის მარტვილობა. სიტყვა, აი, როდესაც ფიზიკურ ზიანს აყენებენ ადამიანს იმისათვის, რომ რაღაც ათქმევიდნენ, ამას ქვია მარტვილობა. მარტვილობა, ქართული სიტყვა ესეთია. მოწამეობა ნიშნავს დამოწმებას. მოწამეობა ნიშნავს დამოწმებას და ეს დამოწმება ხშირად შეიძლება სისხლის გარეშე იყოს, მაგრამ არანაკლები სიმძიმე, არანაკლები ღვაწლი, არანაკლები გმირობა, ვიდრე სისხლის დაღვრა. ესენი არიან მოწამეები. ყველა წმინდანი არის მოწამე, ყველა. იმიტომ რომ ღირსი მამები, რომლებიც მაგალითად უდაბნოში მოღვაწეობდნენ, ისინი ყოველ დღე ამოწმებდნენ თავიანთი ღვაწლით, თავიანთი შრომით და ხშირად სისხლითაც ამოწმებდნენ თავიანთ ერთგულებას იესო ქრისტეს მიმართ. ამიტომ დღეს არის ყველა წმინდანის ხსენება. და ესე იგი, მათ ტროპარში ნათქვამია, რომ მათ ეს თავიანთი ღვაწლი და თავიანთი სისხლი მიართვეს უფალს საჩუქრად, ძღვენი. მიართვეს უფალს იმის ნიშნად, რომ ჩვენ ადამიანები ვართ მადლიერები იმ სისხლის გამო, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენთვის დაღვარა. და ამითი გამოგვიხსნა და ამიტომ დღეს არის აი ამ დღევანდელ დღეს უთმოფენობიდან ერთი კვირის თავზე არის მოწამეთა ხსენება, ანუ წმინდათა, ყოველთა წმინდანთა ხსენება. და დღევანდელ სახარებაში არის უფალი ამბობს ძალიან მარტივად. შეიძლება ითქვათ ესეთი, არ ვიცი რა უწოდო, ფორმულა ალბათ, ესეთი ფორმულირება, უმარტივესი ფორმულირებები ძალიან ბევრია სახარებაში, ძალიან მარტივად გამოთქმული, ძალიან რთული აზრი. და ის, რაც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, იმდენად ცხადია და იმდენად მარტივია, რომ თითქოს იფიქრებს ადამიანი, რომ რა თუნდა ამას თქვა, ეს ხო ისედაც ცხადია. ნახეთ რა ამბობს უფალი, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშე. და ვინც არ მაღიარებს და დამალავს და უარყოფს, იმას მეც უარყოფ. აი თითქოს ამაზე მარტივი რა უნდა იყოს. თითქოს ამაზე მარტივი რა უნდა იყოს, რომ შენ უნდა ადამიანების წინაშე აღიარო არაფერი, ერთადერთი რომ ხარ მორწმუნე. რომ ქრისტეს ერთგული ხარ. ოღონდ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც აღიარო. შეიძლება ამისთვის გაგსაჯონ, შეიძლება ამისთვის სამსახურიდან გაგაძევონ, შეიძლება ამისთვის ფიზიკური ტყივილი და ზიანი მოგაყენონ და შეიძლება ამისთვის მოკლან კიდევაც. მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცე. ჩვენ ვაღიარებთ. ჩვენ ვამოწმებთ, რომ ჩვენი ღმერთი არის ქრისტე და ჩვენ ვართ მისი ერთგულები. აი ეს არის დღევანდელი სახარების შინაარსი და კიდევ ერთი. ჩვენ საღამოს ლოცვებში, როდესაც ვკითხულობთ სახარების წინ ვამბობთ ესეთ სიტყვებს: რამე თუ წმინდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო და რომელი წმინდათა შორის განისვენ. ღმერთი არის უხილავი. ღმერთი არავის არ უხილავს. მთლიანად. რა თქმა უნდა, გამოცხადებები არსებობდა, მაგრამ აი ღმერთის დანახვა არის შეუძლებელი. ერთადერთი ღმერთის დანახვა შეიძლება იმ ადამიანების საშუალებით, რომლებიც არიან ღმერთშემოსილები, რომლებიც ღმერთს ატარებენ თავის თავში. ესენი არიან წმინდანები. ამიტომ დღეს არის ყოველთა წმინდათა ხსენება.
და ჩვენთან ბრძანდება უამრავი წმინდა ნაწილი და აი თუ თქვენ გინდათ რომ ღმერთი ნახოთ თქვენი თვალით თუ გინდათ რომ ღმერთს შეეხოთ უშუალოდ უნდა მობრძანდეთ და ემთხვიოთ წმინდა ნაწილებს და არა მარტო ემთხვიოთ არამედ გაიგოთ ვინ არიან ეს წმინდანები ვისი წმინდა ნაწილებიც მაგალითად დღეს აქ არის დაბრძანება აი ამ ამბის გაგება აი ამ წმინდა ნაწილებთან შეხება ეს არის ღმერთთან ახლოს მისვლა და ღმერთთან დაახლოება ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.